მოსახლეობას ველაპარაკებოდით და თვითონ ამბობდნენ, რომ ჯარი გამოჩნდა. ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები, რომელიც არსებობს საფრთხე რეგიონში, იყოს რაც შეიძლება მალე მოგვარებული და ჯარი დარჩება მანამდე, სანამ ყველა ეს პრობლემა არ იქნება მოგვარებული. გარდა ამისა, ჩვენ გავშალეთ უკვე მობილური ჰოსპიტალები, აქვე არის მობილიზებული სპეციალური სამედიცინო ბრიგადები თავდაცვის სამინისტროს, იმისათვის, რომ თუ ვინმეს დასჭირდება, ღმერთმა არ ქოს, მაგრამ დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ მზად ვართ უფასოდ ყველა ადამიანს დავეხმაროთ, ყველა ადამიანს აღმოუჩინოთ სამედიცინო დახმარება, ბევრს შეიძლება ახლა გქონდეს ნერვიული სტრესი, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი სრული შემადგენლობით მობილიზებულია და ყველა ადამიანს, რომელსაც ჭირდება დახმარება, ესეთ